კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა, მოსწავლებელი და დღეს ლიპარას გეუბნება ჩვენი გადაცემის დღე და როგორც დაინახეთ, დღეს წარმოგიდგენთ იაკობ გოგებაშვილს. იაკობ გოგებაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი, თავისი წიგნები, თავისი საქმიანობით, თავისი ამბებით მე გაგაცნობთ, გაგახსენებთ, თუმცა უფრო მოკლედ გაგახსენებთ 14 ამბავს იაკობ გოგებაშვილის შესახებ და დედაენის და მისი სხვა საქმეების შესახებ. 14 ამბავი შევარჩიეს სიმბოლურად, რადგან დედაენის დღე 14 აპრილს არის, თუმცა 14 აპრილიდან რო დავიწყოთ, ეს დღე დედაენის დღეთ იაკობის სიცოცხლეში არ გამოცხადებულა, მხოლოდ მას შემდეგ გახდა დედაენის დღე, რაც 1978 წელს დედაენა და ქართული ენა დაიცვეს ქართველებმა საბჭოთა კავშირისგან, რუსეთის სახელმწიფოსგან, რომლებსაც უნდათ რომ საქართველოში ქართული ენა სახელმწიფო ენად აღარ ყოფილიყო და წერა-კითხვა, ლაპარაკი, სწავლება, სამსახური ყველგან ყოფილიყო რუსულ ენაზე, ყველგან და ყველაფერი ყოფილიყო რუსულად. ამის წინააღმდეგ გამოვიდა 10,000-ობით ადამიანი, იყო აქციები, საპროტესტო აქციები, რომლებსაც ტანკებიც კი დაუპირისპირეს, მაგრამ ეს მშვიდობიანი აქცია საბედნიეროდ მშვიდობიანად დამთავრდა და ქართული ენა სახელმწიფო ენად დარჩა. ადამიანები გადარჩენილი არიან, კიდევ ცოცხლები არიან ამ აქციაზე, ვინც იყვნენ და წიგნიც არის მათი მოგონებებით შექმნილი 1978 წლის 14 აპრილი. თვითონ დედაენა მეორე ამბავი რო წავიდეთ უკან, იაკობ გოგებაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია, ცნობილი არა მარტო იმით, რომ ეს წიგნი ქართველებს ქართულ ენასთან და ფესვებთან უფრო აახლოვებდა, იმითაც რომ უმარტივებდა ქართველ ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს ცოდნის მიღებას, ქართულად წერას და კითხვას, რადგან განათლების პრობლემა იყო საქართველოში და ბევრმა არ იცოდა წერა-კითხვა და გაამარტივა იაკობ გოგებაშვილი იყო მასწავლებელიც, მწერალიც და პედაგოგიკის ერთ-ერთი სწავლების ფორმის ერთ-ერთი შემქმნელი და შემოქმედიც. და ესეთი ამბავი არსებობს, რომ ესეთი მაშინ პიარი სიტყვა არ არსებობდა და მოიფიქრა ესეთი რამ, რომ 1 კაპიკი იყიდა დედაენა, 1 კაპიკი მარტო და ესეთი ამბავი გამოაცხადეს, რომ ვინც იპოვიდა დედაენაში შეცდომას, ის მიიღებდა 2 კაპიკს ამის საფასურად. და ამის გამო უამრავმა ადამიანმა წაიკითხა, შემოეკითხათ დედაენა იმის ცდაში, რომ იქნებ შეცდომა ეპოვათ. თუმცა დედაენაში გარდა ქართული ენის სწავლისა, ქართველობის სწავლის ელემენტებიც ბევრი ურევია, იმიტომ რომ იაკობ გოგებაშვილის ნაწერებში ჩვენ ხვდებით ისტორიულ მოთხრობებსაც და 9 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა მაშინ დედაენა, რაც რეკორდული მაჩვენებელი არის ქართულ სინამდვილეში გაყიდული წიგნების. შემდეგი ამბავი იაკობს დედაენაში აქვს სიმარტივისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა აია, რომელიც გახსოვთ ალბათ, მე ბაღში წიგნი მეჭირა ეს ხელში, რომელზეც აია ეწერა და დედაენას მეც ვსწავლობდი და მოკლედ აია ზოგს მხოლოდ ყვავილი გონია, რომ აია მარტივია, მაგრამ აქ სიმარტივე უფრო ბევრია, უფრო ჩახლართულად არის ერთი ის, რომ მხოლოდ ხმოვნებიანი სიტყვა დასაწყისიდან და უკანან ისევე იკითხება, როგორც თავიდან, ისევე ბოლოში, ესეც სიმარტივეა და ლამაზია და ამასთანავე იაკობს მოფერებით დედა ბავშვობაში ეძახდა იას. და აქაც არის აი იაკობი თითქოს თავის თავს აკითხებს, თავის წიგნს აკითხებს ადამიანებს და ეს პატარა დეტალიც ჩემთვის დიდ ნიშნავს და ძალიან მომწონს. კიდევ ერთი ამბავი იაკობზე, შემდეგი ამბავი არის ის, რომ ფულის ფლანგვა არ უყვარდა და ძუნც ეძახდნენ იაკობს თურმე და ესეც ამბობდნენ, რომ ეგ გოგებაშვილი კი არა, მოგებაშვილია, თითქოს სულ მოგებაზე ეზრუნავსო, რომ რაღაც წიგნის გაყიდვიდან ფული მოიგოსო და ფულს აგროვებსო. და იაკობის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ თურმე დახეული ფეხსაცმლით დადიოდა და თავის ანდერძში, თავისი ქონების უდიდესი ნაწილი დაუტოვა წერა-კითხვის გამავრცელებელ ორგანიზაციას, სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც განათლებაზე, ეთნიკურ უმცირესობებზე, თანასწორობაზე და განვითარებაზე მუშაობდნენ ადამიანების. ერთი ფაქტია კიდევ ცნობილი, რომ იაკობ გოგებაშვილმა ერთხელ თურმე თვითმკვლელობაც კი სცადა, ის რამდენიმე თავის საქმიანობის გამო რამდენიმე დღით დაიჭირეს, ფსიქიატრიაში იწვა და იქიდან გამოსული მტკვარში გადახდა თურმე და ვიღაცამ გადაარჩინა და შემდეგ გაიგეს, რომ ეს იაკობი იყო, არც იცოდნენ, რომ იაკობი იყო და ამ ამბავზე გაბრაზებულმა ყველა საბუთი დაწვა, რაც კი დახია, რაც კი საჯარო სამსახურთან დააკავშირდა და თქვა, რომ საჯარო სამსახურში ცხოვრებაში აღარ ვიმუშავებო
და ამის მერე მხოლოდ ზურგს უკან თითქოს იდგა და ისე აკეთებდა საჯარო და სამოქალაქო საქმეებს. ის იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი წერა-კითხვის გამავრცელებელი ორგანიზაციის, რომელშიც იაკობ გოგებაშვილთან ერთად ილია ჭავჭავაძეც იყო და კიდე ბევრი დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რომლებიც ცდილობდნენ, რომ წერა-კითხვა საქართველოში მთელს ქვეყანაში გავრცელებულიყო, სკოლები აეშენებინათ და ჩაიტანათ განათლება და გაიზიარებიათ ეს განათლება ადამიანებისთვის. და ამ ადამიანებს იაკობს ილიას და კიდე მათ მეგობრებს აგენტებსაც კი ეძახდნენ იმ დროს რო ეგენი აგენტები არიან განათლებას რო ავრცელებდნენ. ხო, კიდევ ერთი ამბავი არის ის, რომ იაკობმა თავისი შემოსავლების მიღების და გააზრდის შემდეგ თავის სოფელში გახსნა სკოლა ვარიანში, გორიდან იყო და თუ ხშირად გვწმენია ხოლმე გორიდან დიდი ადამიანები გვახსოვსო თუ გახსენება მოგვინდება, ერთ-ერთად შეგვიძლია რომ დიდ ადამიანად, რომელმაც ქართულისთვის და ქართველებისთვის და საქართველოსთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა, არის იაკობ გოგებაშვილი, მეორე შეგვიძლია გავიხსენოთ მერაბ მამარდაშვილი, ნიკო სამადაშვილი კიდევ პოეტი და ასე შემდეგ. ხო, მოკლედ კიდევ ერთ-ერთი ამბავი არის ის, რომ იაკობ გოგებაშვილს თავისი წიგნების ერთ-ერთი სერიისთვის დარქმეული აქვს ბუნების კარი. თითქოს მარტივი სახელია, მაგრამ რა ამ სიმარტივეში რამხელა აზრია ჩაბუდებული, რომ თითქოს ბუნებას აქვს კარი და ბუნებაში გეპატიჟება და წიგნი თითქოს თავად არის ბუნება და ბუნების კარი, რადგან იქ არის სიყვარული ადამიანების, ცხოველების, მცენარეების ძალიან მოკლე ამბები, რომელიც გვასწავლის როგორ უნდა ვიყოთ უფრო ჰუმანურები, უფრო ადამიანურები, ბუნებას როგორ უნდა გაუფრთხილდეთ, როგორ უნდა გვიყვარდეს და როგორ უნდა ვიქცეთ ნამდვილ ადამიანებად. კიდევ ერთი ამბავი არის ის, რომ იაკობ გოგებაშვილი არის დაკრძალული მთაწმინდაზე, მთაწმინდის პანთეონში. კიდევ ერთი ამბავი არის ის, რომ იაკობ გოგებაშვილის მუშაობა უყვარდა თურმე დილის საათებში და ამ დროს ცდილობდა, რომ არავინ არ მიეღო, არსად არ წასულიყო და ყოველ დილით ქონდა ეს კეთილი რუტინა და დილით ადრე 8-დან 12-მდე დაახლოებით ამ დროს იჯდა და ყოველთვის მუშაობდა. კიდევ ერთ-ერთი ამბავი არის ის, რომ იაკობ გოგებაშვილზე გადაღებული არის და შექმნილია მხატვრული დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ქვია იაკობ გოგებაშვილი ცხოვრება და მოქალაქეობა და ბევრ პატარა თუ დიდ ამბავს 14-ზე ბევრად მეც ამ ფილმში ნახავთ, YouTube-ზეც დევს და შეგიძლიათ იქაც იპოვოთ. და კიდევ არის მნიშვნელოვანი ამბები, რომ ისტორიული მოთხრობების გარდა, სადაც არის ქართველი გმირები, ლეგენდარული გმირები, რომელსაც აყვარებდა, აცნობდა ქართველებს იაკობ გოგებაშვილი, კიდევ აქვს მეფეებზე ამბები, მათ გარდა კიდევ იაკობის წიგნებში ვიპოვით ამბებს საქართველოს ყველა კუთხეზე, ჩამონათვალი არის თითოეული კუთხის, რაჭა, გურია, დასავლეთის მხარე და ყველა კუთხეზე და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაზე, მათ შორის ევროპაზეც და ევროპაზე ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც თავის თავში კიდევ ბევრ ქვეყანას აერთიანებს, სადაც მთელი ევროპაში დიდი ხანია მოსპობილია ბატონყმობაო და თანასწორობაა გამეფებული და განათლება აქ თითქმის ყველასთვის მარტივი და ხელმისაწვდომიაო. დიდი ქებათა ქება აქვს ევროპის მიმართ იაკობ გოგებაშვილს, რადგან თვითონაც გრძნობდა და ხედავდა, სად ბუდობდა მაშინ განათლება იმ დროს და თვითონაც უნდოდა, რომ ქართველები განათლებასთან ახლოს ყოფილიყვნენ. მე მგონი 14 ამბავი ამით ჩვენ ამ შემთხვევაში შევასრულეთ. სხვა ამბებიც იაკობ გოგებაშვილზე შეგვიძლია რომ ნახოთ ფილმში, მის წიგნებში, საბავშვო წიგნებში, სადიდო წიგნებშიც, იმიტომ რომ ყველა საბავშვო წიგნი მარტო ბავშვებისთვის არ არის, ეს ჩვენთვისაც არის, იმიტომ რომ დიდებიც ვიყავით ბავშვები და ჩვენც უნდა გავიხსენოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, ლამაზი სიტყვები, წარსულიც იმისთვის, რომ დღევანდელობას და ხვალინდელობას უფრო ჯანსაღად, თამამად და სწორხაზოვნად შევხედოთ. დიდი მადლობა იაკობ გოგებაშვილის თავისი დაუღალავი შრომისთვის, განათლებისთვის ბრძოლისთვის და იმ საქმეებისთვის, რასაც ის თავისი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდა, მიუხედავად თავისი სუსტი ჯანმრთელობისა, ის ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ბევრ ძიმე თუ დიდ საქმეს ეჭიდებოდა პრობლემებს, სისტემას, რეჟიმს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცდილობდა, რომ საქართველოს და ქართველობა გადაერჩინა.
დიდი მადლობა, მე შემდეგ ლიპარასკევამდე გემშვიდობებით. მადლობა იაკოვს, მადლობა თქვენ მოსმენისთვის და ლიპარასკევაში შემოსტუმრებისთვის. შევხვდებით შემდეგ ლიპარასკევას. აბა დროებით.